მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ მოკლე საჯარო გაშლა თემაზე თუ რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. ახლა მომავალში მაქსიმუმ 2 თვის ვადაში ვნახოთ, რას არ ელოდებით, მაგრამ მოხდება და მოდით დავიწყოთ, ხო? გაშლა გვექნება 2 ვარიანტიანი, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ პირველ ვარიანტს და რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ მეორე ვარიანტს. ქვებსაც ახლავე დავამატებ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. შეგახსენებთ ასევე, რომ ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონოთ ეს პოსტი. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ თქვენ. პენტაკლების მეფე ამოვიდა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში აღსანიშნავი არის ის, რომ მე მშვენივრად ხვდები, რომ მამაკაცებიც მიყურებენ და ქალბატონებიც და ჩემი საჯარო გაშლები არის აბსოლუტურად ყველასთვის, მაგრამ ქალბატონები უფრო მეტი მყავს აუდიტორიაში, ამიტომაც მოდით ასე ავხსნი. მამაკაცებს ისთვის, რომლებმაც ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი, თქვენთვის მოულოდნელ ცვლილებად მოდის რაღაც მოულოდნელი ფინანსური ბრჭყალებში ჯეკპოტი. ეს არის მოულოდნელი, მაგალითად დაწინაურება, სამსახურის ცვლილება, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. ეს არის უცებედად ნაპოვნი ფულიც კი შეიძლება იყოს. თუ თქვენ გაქვთ თქვენი ბიზნესის განვითარება. მოკლედ რომ ითქვას, ეს არის კარიერული ზრდა, რომელიც ყველასთან ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგმა თქვენგანმა, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, შეიძლება უბრალოდ რაღაც პატარა თანხა იპოვოს სწორ დროს და სწორ ადგილას, ხო? რატომაც არა. თუმცა უმეტესობასთან ეს არის უბრალოდ დაწინაურება და კარიერული რაღაც ზრდა. რაც შეეხება ქალბატონებს, აქ პენტაკლების მეფე ამოვიდა და ამიტომაც ვხსნი ასე, იმიტომ რომ ეს არის უფრო მეტად მამაკაცური ენერგიები, ხო? ქალბატონებო, თქვენთვის კი ამ არკანისგან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ დიახ, თქვენთანაც შესაძლებელი არის სავსებით კარიერული ზრდა, ფინანსური კეთილდღეობა და ასე შემდეგ, მაგრამ ქალების უმეტესობასთან რეზონირდება ისე, როგორც თქვენი კონკრეტული ოჯახის წევრი მამაკაცის, მამის, ძმის ან შესაძლოა პარტნიორის, უმეტესობასთან ეს იქნება პარტნიორის, დაწინაურება, ფინანსურ კარიერული ზრდა. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ? ქალებისთვის უფრო მეტად აქ მოდის უშუალოდ ენერგია, ასეთი, სადაც მეტად თქვენი მამაკაცისგან ღებულობთ ფინანსურ ენერგიებს. რაც არ უნდა იყოს, ეს არის ისეთი ოჯახის წევრი, რომლის წარმატებაც ნამდვილად გაგეხარდებათ, რომლის კარიერული ზრდაც ნამდვილად გაგახარებთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება პირველ ვარიანტს. პენტაკლების პაჟი, ხმლების ორიანი, ხმლების რაინდი, პენტაკლების რაინდი. შეხედეთ როგორი საინტერესო სიუჟეტები გვაქვს აქ. მეგობრებო, ძალიან ბევრ თქვენგანთან აშკარად კარიერული ზრდა მოდის, ერთეულებთან რეზონირდება როგორც რაღაც ძალიან პატარა ცვლილებები, ფაქტობრივად უმნიშვნელო, როგორიც არის რაღაც პატარა თანხის პოვნა, ისევ და ისევ გავიმეორებ, ხო? მაგრამ უმეტესობასთან აქ მოდის ძალიან მძლავრი ფინანსური ენერგია. აქ მოდის შედეგი, შრომისა შედეგი. თითქოს არ მინდა სიტყვა წვალება ვთქვა, იმიტომ რომ არ უხდება ეს ნამდვილად ფინანსური ენერგიებს, მაგრამ მოდით ასე ვიტყვი, ეს არის შედეგი თქვენი შრომისა და თქვენი ჩადებული ენერგიებისა. რა თქმა უნდა, უმეტესობასთან ეს არის თქვენივე ენერგია, მაგრამ
ბევრი ქალისთვის რეზონირდება როგორც თქვენი მამაკაცის ენერგია. ხვდებით ხო? ასევე მოულოდნელ ცვლილებებს რაც შეეხება, ეს არის კონკრეტულ ადამიანთან მოლაპარაკება, კონკრეტულ ადამიანთან სადღაც შერიგებაც კი. თქვენს რეალობაში არის ვიღაც ხმლების რაინდი, ეს არის ადამიანი, დიდი ალბათობით თქვენზე ოდნავ უმცროსი ან თქვენი თანატოლი, რომელსაც ძალიან უჭირს ხოლმე თავის შეკავება, რომელიც ხშირად არის ხოლმე ძალიან უხეში და უტაქტო და თითქოს ამ ადამიანთან იქნება რაღაც მოლაპარაკება, რაღაც შეთანხმება ან შერიგებაც კი. ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება იმის გათვალისწინებით, რომ ყველასთან ინდივიდუალური საქციელები იყო, ხო? და ყველაფერი პატიებადი, ფიქრობ თქვენ თავადაც ხვდებით არ არის, მაგრამ რაც მთავარია, კონკრეტული ადამიანი გამოვა კონტაქტზე, ეცდება თქვენთან მოილაპარაკოს, თქვენთან შერიგდეს და სხვა დანარჩენი უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. იცოდეთ, რომ ადამიანი გულწრფელობით მოვა, მაგრამ სხვა დანარჩენი ფიქრობ თქვენი გადასაწყვეტი არის. იქიდან გამომდინარე ადამიანმა რა გააკეთა და პატიებადი არის თუ არა. ეს იქნება თქვენი მოულოდნელი ცვლილებები, პირველი ვარიანტი. ცოტათი გაწილილად გამოვიდა ინფორმაცია და მოდით გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, თქვენთან რა ხდება. პენტაკლების დედოფალი, ღმერთო, სამყარო, პენტაკლების მეფე და პენტაკლების დედოფალი. როგორი სასწაული გაშლა არის. აქაც უკვე პირიქით ვიტყოდი, მეორე ვარიანტი ქალბატონებმა ვინც აირჩიეთ, თქვენს შემთხვევაში აუცილებლად იქნება კარიერული ზრდა, კარიერული წინსვლა, ფინანსური მატერიალური კეთილდღეობა. თქვენ შეძლებთ რომ უფრო მარტივად მოიზიდოთ საკუთარ რეალობაში ფინანსები, ბარაქა, სიმყუდროვე, ფინანსური კომფორტი და ფინანსური დაცულობა. და რაც შეეხება მამაკაცებს, ამ შემთხვევაში პირიქით თქვენთვის მნიშვნელოვანი ქალბატონის რეალობაში იქნება ბევრად უფრო დიდი ალბათობით რაღაც ფინანსური წინსვლა. ეს შეიძლება იყოს თქვენი მეუღლე, დედა და შვილიც კი ვიღაცისთვის ხო, რატომაც არა. მაგრამ უმეტესობასთან არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხართ თუ მამაკაცი, უფრო მეტად იქნება ინდივიდუალურად თქვენი კარიერული ზრდა. შეხედეთ როგორი საინტერესო გაშლა არის. უბრალოდ მეორე ვარიანტი ქალებისთვის უფრო ინტენსიურად მოდის ფინანსები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება მეორე ვარიანტს. რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ მეორე ვარიანტი. რამდენი უფროსი არკანი ყავს. პირველ რიგში ეს არის თქვენი ქვეცნობიერული უფრო სწორად ფიქრების, შიშების, დათრგუნული ემოციებისა და ფიქრების ზედაპირზე ამოსვლა. აქ სამყარო ნათლად დაგანახებთ თქვენს ბნელ მხარეს. ბნელი მეგობრებო გავიმეორებ, არ არის ცუდი, ბნელი არის უარყოფილი მხარეები, ჩვენი რაღაც უარყოფილი დათრგუნული ემოციები და ფიქრები, ხო, რომლებსაც სჭირდებათ დამუშავება დროთა დრო როგორც მინიმუმ და აქ სამყარო თქვენთვის მოულოდნელად თქვენს ქვეცნობიერულ შიშებსა და ნეგატივს აუცილებლად დაგანახებთ თქვენს ბნელ მხარეს და რაც მთავარი არის მოგცემთ თქვენს ბნელ მხარესთან არა ბრძოლის მეგობრებო, არამედ მისი დაბრკოლების საშუალებას. დიახ, ადამიანების უმეტესობას ხშირად გონია, რომ ჩვენს ბნელ მხარეს, ჩვენს რაღაც დათრგუნულს უნდა შევებრძოლოთ და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. თქვენ თუ ვიღაცაზე ბრაზდებით, დავუშვათ, ხო? თქვენ ამას ასე მარტივად ვერ დააბრკოლებთ და არც არის აუცილებელი რომ მებრძოლოთ. ნებისმიერი ემოცია, მათ შორის უარყოფითიც, გვევნება იმის შესახებ, რომ რაღაც არ მიდის სწორად, ხო? ამიტომაც არ აქვს აზრი ნეგატიური ემოციების დათრგუნვას და მით უმეტეს მათთან ბრძოლას. ბნელ მხარეს არ უნდა შევებრძოლოთ, არამედ უნდა მოვუსმინოთ
გავუგოთ და დავამუშავოთ იგე. ხვდებით ხომ? და აქ იქნება ზუსტადაც რომ ეს დამუშავების პროცესები გარდა ამისა დიდი შანსია რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე დადგეთ და ნახეთ აქ როგორ სიუჟეტს ვხედავ თქვენ მეორე ვარიანტი გელოდებათ უმძლავრესი და საბედისწერო ტრანსფორმაციები ვერ ვიტყვი რომ ეს მაინც და მაინც ძალიან მარტივი იქნება და სახალისო იქნება მეთქი მაგრამ ძალიან ბევრი პოზიტიური ემოცია გელოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ დიახ ცოტა ნეგატიური ემოციებიც ფიგურირებს, იმიტომ რომ მოგიწევთ დისციპლინის გამომშღავნება, მოგიწევთ საკუთარი თავისთვის რაღაცეების დაძალება, მოგიწევთ საკუთარი ემოციებისთვის მოსმენა, მოგიწევთ იმაზე ფიქრი, რაზედაც ფიქრი შეიძლება საერთოდ არ გსურთ, ხო? მაგრამ თქვენში გამოიღვიძებს მეტი თავისუფლება. თქვენ გახდებით საკუთარი თავის ის ვერსია, რომელიც თქვენთვის ახლა ამ ეტაპზე შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი იყოს. წარმოუდგენელი, რა თქმა უნდა, პოზიტიური გაგებით. თქვენ დააბრკოლებთ თქვენს რაღაც შიშებს, კომპლექსებსაც ზოგის შემთხვევაში, რაღაც ნეგატიურ მდგომარეობებს, განსაკუთრებით მენტალური პრობლემები თუ ჰქონდა რომელიმე თქვენგანს, აუცილებლად დააბრკოლებთ. და თქვენში სრულიად ახალი ენერგიები გამოიღვიძებს და სრულიად ახალი ძალა. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.